რაც შევძელით ის იყო მხოლოდ რომ ჩვენ საკუთარ სამშობლოში წავაგეთ ომი. ამ ომში მკვდარი დაღუპული ბიჭების ბრძოლა და თავგანწირვა დავაფასეთ მდუმარე დგომით მათ საფლავებთან, მათ შაუსან დედებთან, ძმებთან, დებთან, ცოლშვილთან, მეგობრებთან, რა ჩვენი ბრალი. იყო რომ ასე გამოვიდა, შეგვინდე ღმერთო. ქვეყნის წინაშე მოვიხადეთ პირნათლად ვალი, როცა იბრძოდნენ ის ბიჭები, კვდებოდნენ ჩვენ კი. ვისხედით სახში დაძალია ნერვი ულობდით. დაკითხულობდნენ პატარები, რომ იწყეს დრეკა მთებმა, როდესაც გორგასალი შედგავთ ყუოდით. ყველა ისევე როგორც ერთი შიშებში ცხოვრობთ. რა დაგვრჩენია საფლავებთან ვისროლოთ ზალპი. არ შეგვიძლია, რაც შევძელით ის იყო მხოლოდ, რომ სხვები მოკვდნენ კაცებად და ჩვენ ცოცხლად დავტვით. არ შეგვიძლია, რაც შევძელით ის იყო მხოლოდ, რომ სამოწყალოდ გამოწვდილ ხელს გავარტყით მხარი. მერე კი მშვიდად შევასრულეთ ჩვენი სოლო გამოსვლა სულ სხვა სიმღერიდან და გავიხარეთ, რომ დამსწრე საზოგადოებას მოუწყვიტეთ ტაში. ადამიანებს, ვინ ჩვენსავით მხარი იტკინა, ვინც გამორბოდა როგორც ჩვენ და აშო ეჩქარებოდა, დრო არ ჰქონდა, ხოლო ისინი, ვინც არა ეწყნენ ფეხის ხმას და მიწაში წვანან, ვინც არ გარბის და არ ჩვენსავით აგვიანდება არსად, ვინც ყელში გამოისვა ამ დილით დანა, რომ კიდევ ერთხელ აღარ ნახოს როგორ ღამდება ქალაქში, სადაც ჩვენ დავრბივართ, სოლოებს უმღერით, სადაც ტაშს ვუკრავთ ერთმანეს და საზიზღრად ვლოკავთ ქალაქში, სადაც იშოვება არც ერთი ღერი, სიგარეტის და ყველა ხეზე კიდია თოკი გამონასკვული, საიმედოდ რომ ჩამოხრჩობა. არ გაუჭირდეთ, ვინც გადარჩნენ, იპოვონ ყულფი ადვილად, გაყონ კისერი და ჩვენთვის ხოპლა ვიყვიროთ, სხვების გასაგონად დიდება უფალს. არ შეიძლება თვითმკვლელებზე ვილოცოთ, წუხვართ. აუბათ მხარი ერთმანეთს ის ნატკენი მხარი, რომელიც გუშინ სიჩქარეში ვიტკინეთ ნუღარ, ჩვენ ნუღარავი შეგვაწუხებს, დრო აღარ არის დღეს სიტყვების, შენთან ვარ, წყნარად, ნუ გეშინია, გამაგრდი და მტკნარებით კვდებით. ყველა თხოვნაზე დასმული გვაქვს ბეჭედი არა. ჩვენ ხო სათქმელად რა თქმა უნდა არ გამოვდგებით, არ შეგვიძლია. რაც შევძელით ის იყო მხოლოდ, რომ მივატოვეთ მეგობარი ქუჩაში ღამით და გადაიქცა სადარბაზო ნამდვილად სოროდ და შიგ თაგვივით შემძვრალებმა სულ ერთი წამით ნეტა რაძალამ გვაიძულა ვიბრუნეთ თავი. დაიდგა ჩვენი მეგობარი ქუჩაში როგორც იესო ქრისტე იღიმობდა ამბობდა ავე ჩემზე ნუსწუხარ მეგობარო არ მცივა ზოგი რამისე მარტივია ფიქრადაც არ ღირს დრო როგორც წესი არასოდეს ბრუნდება უკან და ახლა როცა გვახსენდება ის ღამე ვაღებთ პირს ისე თითქოს სასულეში გადაქვს და ლუკმა არ შეგვიძლია რაც შევძელით ის იყო მხოლოდ რომ ვერ მოვთოკეთ ჩვენი ჟინი ჩვენი აზარტი და დავივიწყეთ მშობლების და შვილების ყოლა, ვინ ჩვენ გავგზარდა და ვინც თვითონ ვეღარ გავზარდეთ, ვინც გავიმეტეთ სამუდამო სიდუხ ჭირისთვის, რადგან წავაგეთ ყველაფერი სულების ჩათვლით და დღემდე ჟონავს ცხოვრებიდან ჩვენი სისუსტე, ჩვენი და არა მათი არ შეგვიძლია. რაც შევძელით ის იყო მხოლოდ, რომ თავხედურად შეუბრუნეთ სიტყვები მამებს. ხმა ვიმაღლეთ მოხუცებზე, ცოცხლებზე, ხოლო რომ დაიხოცნენ მოკრძალებით ვუთიეთ ღამე. მწუხარე სახით ხელს ვართმევდით მონაწილეებს. ამ ჩვენი დიდი მწუხარების რას ვიზამთ, ყველა დავიხოცებით. ჩვენც მოვკვდებით, როცა ინებებს. ღმერთი დავტოვებთ ამ ქვეყანას, არ არის შველა. ბოლოსკენ მაინც შვილები ვართ, მამაც და შვილიც. სიკვდილის რა ვქნათ, თავს ვიმხნევებთ, სახეებს ვიღებთ. ისეც რომ თითქოს გვაწუხებდეს სინათლე დილის და უფრო მეტად ვიღუშებით და ვირტყამთ მჯიღებს მკერდზე რომ ამ კაცრ ცხოვრებასთან პირისპირ დავრჩით და აღარ გვახსოვს მამებზე რომ ავწიეთ ხელი. 100 წელს ვცოცხლობთ, უფალი ცხომ სხვა კაცებს არჩევს თავისთვის, ვღიზიანდებით და გვიშრება ყელი. გვიანდებიან წამსვლელების და დროა უკვე, დაუმარხოთ მკვდარი, შემოუსხდეთ გაწყობილ სუფრას. და თუ ვიღაცამ ვერ შეგვნიშნა, გამორჩით თუ კი უფრო ხმამაღლა დავიყვიროთ, დიდება უფალს. წამოვდგეთ ფეხზე, ყველამ ერთად ვთხოვოთ რომ ბოლო, სიკვდილი იყოს ეს ჩვენ შორის, გვაკმაროს ამინ. არ შეგვიძლია, რაც შევძელით ის იყო მხოლოდ, რომ ჯერ ცოცხლად და მერე მკვდარი დავმარხეთ მამა. მერე კი, როცა ჩვენს თავებთან დავრჩებით მარტო, როცა კედლიდან შემოგხედავს სურათი მამის, მკვდრის, გარდაცვლილის აღარ მყოფის და გვკითხავს რატომ და თვალს რომ ვეღარ გაუსწორებ და შემდგომ ამის
დავიხშობთ სმენას, დავყრუდებით და მაინც რომ ვერ დავაღწევთ თავს ამ ხმას და დავიწყებთ ხროტინს, რომ გვეპატიოს პურიტანთა რიგებში დგომა, დადახურული ფანჯრებიდან ნეკერჩხლის ტოტი, რომ გამოჩნდება საიმედოდ გამოვსყვილ ყულფით, კადრი რომ თვალწინ გადუევს და ტანში გაფსრის, როცა ოთახში არ დარჩება არც ერთი ყლუპი ჰაერი, მხოლოდ ხელგაწვდილი მოხუცი კაცი იდგება ჩუმად, თავდახრილი და იქვე მასთან. ყველა ვინც ასე გავიმეტეთ, გავწირეთ, მოვსპეთ რიგი და რიგი, წყება, დასტა ჩვენი ბინძური საქმეების დაცინვა, გმობა ღმერთის და აღარ შეგვიძლია. ეს არის ბოლო, რისკენაც მთელი ცხოვრება ჯიქურ მივიწევთ. არ შეგვიძლია, რაც შევძელით ის იყო მხოლოდ, რომ ამ სიზმრიდან ვერასოდეს გამოვიღვიძებთ.